სამეცნიერო მენეჯმენტის მიმართულებით ამას პიტერის პრინციპი ქვია, როდესაც ადამიანებს აწინაურებენ ისეთ მომენტამდე, როდესაც მათ უკვე აღარ ყოფნით ცოდნა და კომპეტენცია, რომ მათი ახალი ეს პასუხისმგებლობა კარგად, ასე ვთქვათ, შეასრულონ და კარგად გაართვან თავი. ესეთი შემთხვევები არაერთხელ გვინახავს, როდესაც ყველაზე მაგარი პერფორმერი, ყველაზე მაგარი სუპერ სპეციალისტი თავისი საქმის არის გუნდის ხელმძღვანელი, team lead-ი, მენეჯერი. როდესაც ადამიანი, რომელიც არ ვიცი, პირობითად იყო ყველაზე მაგარი ფინანსური ანალიტიკოსი და გახდა უცებ რაღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ერთის მხრივ მას აღარ ყოფნის უკვე მისი ცოდნა, გამოცდილება და უნარები, რომ მენეჯერული პასუხისმგებლობა და ფუნქცია შეასრულოს და მოირგოს ეს როლი და მეორეს მხრივ ის როგორც პროფესიონალი ბჭყალებში იკარგება, იმიტომ რომ მას ეხლა უკვე განსხვავებული პასუხისმგებლობა აქვს. ზუსტად ამან განაპირობა ისიც, რომ ჩვენს, ასე ვთქვათ, რეალობაში შეგვექმნა ისეთი პროგრამები, რომლებიც მენეჯერების გაძლიერებას და შეიძლება ასეც ითქვას, გამოზრდას შეძლებდა.